სხვადასხვა ეს პარტიები მოხდნენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანგარიშით საქართველოს რუსული პროპაგანდის სამიზნეა, აცხადებს IDFI. ორგანიზაციამ საკითხზე 24 გვერდიანი ანგარიში მოამზადა. დოკუმენტის თანახმად ქვეყანაში კრემლის გავლენა მატულობს, ამისთვის კი მოსკოვის სხვადასხვა რესურსი იყენებს. მათ შორის პოზიციებს იმყარებს მედია საშუალებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების დახმარებით. IDFI ხელისუფლებას კრემლის საინფორმაციო ომის ოფიციალურ საფრთხედ გამოცხადებას ურჩევს. А вот Грузия, которую также приглашали на польские полигоны, отказалась от... Русული ფედერალური არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვებაში ქართულ პოლონური ურთიერთობების გართულებას წელი სიუჟეტი მიუძღვნეს. ამ ინფორმაციის დადასტურება ვერც ქართული და ვერც პოლონური ღია წყაროებით ხერხდება. რუსული საინფორმაციო ომის ფრონტის ძირითადი ხაზი ფედერალურ მედია საშუალებებზე გადის. IDFI-ში აცხადებენ, რომ ქართული საზოგადოების განწყობაზე გავლენას ასევე პოლიტიკური პარტიები ახდენენ, რომელთა ლიდერები მოსკოვში ღიად ან ფარულად ჩადიან. მოხდა ამ ძალების რეალურად ლეგალიზება საჯარო სივრცეში, დისკუსიების ფორმატში, სხვადასხვა ფორმატებში და ეს აღარ იყოს საზოგადოების მხრიდან მკვეთრ რეაქციას. თამაზ მეჭიაური პოლიტიკური პარტიის ოფისში ყოფილი საკნავთო პროდუქტის შენობაში წინა საარჩევნო კამპანიას გეგმავს. თუმცა მანამდე ქართული ოცნების ყოფილი წევრი რუსეთის დედაქალაქში ვიზიტით იმყოფებოდა. როგორც თავად აცხადებს, პრიორიტეტი ქვეყნის გაერთიანება და ეროვნული ინტერესების დაცვაა. ჩვენი პოლიტიკური ძალა და თქვენ ამით დარწმუნდით ჩვენი ოფისის ნახვისასაც არ ფინანსდება არსაიდან, არც ვაშინგტონიდან, არც მოსკოვიდან. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რუსეთის მთავარი ტაქტიკა პოლიტიკური პარტიების მიერ ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაღვივებაა, რასაც მთავრობამ კონკრეტული გზავნილები უნდა დაუპირისპიროს. ავირჩიოთ თავისუფალი სამყაროსაკენ სწრაფვა, სუვერენიტეტისაკენ სწრაფვა და სწრაფვა იმისაკენ, რათა საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენმა მომავალმა თაობამ იცხოვროს კორუფციისაგან და გავლენის სფეროებისაგან თავისუფალ სივრცეში, თუ მეორე მხრივ ჩვენ გარდა იმისა, რომ ხელყოფილია უკვე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ ერთხელ დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ უკვე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. სახელმწიფო მინისტრი არასამთავრობო სექტორის კრიტიკას არ ეთანხმება. დავით ბაქრაძე ჟურნალისტებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მომავალ ოფისში გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე მასპინძლობს. ცენტრი თავისუფლების მოედანზე განთავსდება და აქტიურ საინფორმაციო კამპანიას წარმართავს. შარშან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დახმარებით 400-მდე ღონისძიება დაიგეგმა, რომელშიც 24 არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ჩართული. ჩვენ მუდმივად ვაახლებთ სამიზნე ჯგუფებს, რომლებთანაც მუშაობთ, მუდმივად ვაახლებთ იმ რეგიონებს, სადაც ახალი საფრთხეები წარმოიშვება და ის ნარატივი, რომელიც მუდმივად იცვლება, შესაბამისად ჩვენი ანალიზის მნიშვნელოვანი საგანია. IDFI-ის ანალიტიკოსების აზრით, თუ რუსეთის პროპაგანდის მანქანა მუშაობას გააგრძელებს, ქვეყანაში ქსენოფობიური განწყობაც იმატებს. ამ პრობლემის გადაჭრას რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად ცდილობს. ყოველ დღე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე პირდაპირ ეთერში პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებები ითარგმნება. ვიღებთ შედეგად დაყოფილ საზოგადოებას და მისწრაფებები ჩვენი საზოგადოებების ეთნიკური უმცირესობის დასახლებულ რეგიონებში განსხვავდება იმის სწრაფებისგან, რაც აქვს დანარჩენ საქართველოში მცხოვრებ მოსახლეობას. IDFI მთავრობას რეკომენდაციას აძლევს კრემლის საინფორმაციო ომი ოფიციალურად საფრთხედ გამოცხადდეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კი პროპაგანდასთან ბრძოლა საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად აქციოს.